მოგესალმებით ჩემო კარგებო, დიდი ხნის პაუზის შემდეგ დაგიბრუნდით. მომენატრეთ. აგარაში ვარ ჯერჯერობით, ხვალ ვაპირებ თბილისში წასვლას. მივდივარ, უბრალოდ კი არ ვაპირებ, მივდივარ. ეს ვაპირებ რაღა. ხო და ამ წუთას მივდივარ შილაკზე, ჩემო კარგებო. ნაძვი მოხსენი. ჩავყუთე და შევდე ზემოთ. რაც შეიძლება მაღალ თაროზე. მთელი საახალწლო ჭურჭელი, საახალწლო ტექსტილი, ნაძვი, სათამაშოები, დეკორაციები, გირლანდები. მე მგონი არაფერი არ დამრჩა. ყველაფერი კოხტად შევყუთე და შევაგდე. მომოვალ ამ დრომდე. ნუ ცოტა უფრო ადრე. 1 წლით დავიმშვიდობე. შესაბამისად ფრჩხილები ისეთ გასაკეთებელი მქონდა და ამ ნაძვის დაშლა მთლად დაამშვენა და წავედი. აი ეს ჯერ კიდევ საახალწლო ფიფქები მომძრა. მაქვს აქეთ და აქეთ იმ აპარატით, რომელიც თემუდან გამოვიწერე, იმითი მოვიშორე. არც თუ ისე ცუდად სხვათა შორის, თუმცა ვერ ვიკეთებ. შილაკს ვიშორებ, მაგრამ ვერ ვიკეთებ. ანუ აი ამ აპარატული მანიკიური არ გამოდის. ამიტომ ისევ ჯობია რომ პროფესიონალებს მივანდოთ ეს საქმე, თუმცა თვითონ აპარატი არის მშვენიერი, მოყვარულისთვის, ეს არ არის პროფესიონალური ნამდვილად, მოყვარულისთვის არის მშვენიერი და მე ოდნავადაც არ ვნანავ მის შეძენას, იმიტომ რომ აუცილებლობის შემთხვევაში ხელის ფრჩხილებზე მოვიშორებ შილაკს, თუ თქვა წასვლას ვერ ვასწრებ, ვერ ვახერხებ, ისეთ ადგილას ვარ, ან დრო არა მაქვს. და არაჩვეულებრივად ვიყენებ პედიკიურს, აი არაჩვეულებრივად. ხო და ძალიან კმაყოფილი ვარ. მე პედიკიურზე შილაკს, აი გამძლე ლაკს სპეციალისტთან ვისვამ, არ ვიკეთებ, ვისვამ, მხოლოდ ზაფხულში მაქსიმუმ 2 ჯერ. იმიტომ რომ აშკარად ვატყობ, რომ არ მიხდება. აი ფრჩხილი ფერს იცვლის, მიმართულებას იცვლის, რაღაც დისკომფორტი მაქვს. მძიმეა, ელასტიური არ არის და აწუხებს ფრჩხილს, მithumetas დახურულ ფეხსაცმელს. ანუ ზაფხულში მაქსიმუმ 2 ჯერ ვისვამ. მაგრამ გაკეთებით ვიკეთებ ყოველთვის მე თვითონ. ხო და ესე ამ ჩემ ახალ აპარატს მაგაში გამოვიყენებ. ძალიან კმაყოფილი ვარ მაგ მხრივ. ხო და ის კი არა, რამოდენიმე თაბაკს დავამატებ აი ახლა თბილისში რომ მივდივარ, ხვალ მივდივარ 5 დღით. ტასიკო შემომიერთდება, მე ახლა არ მოყვება. მე შემომიერთდება ტასიკო. ისიც 3 დღით. რაღაცა გადაბმული დასვენებები აქვს იქ რაღაც ამერიკაში თუ არ ვცდები მარტინ ლუტერ კინგის დღეა და ოფიციალური დასვენება და იქ შაბათი კვირა ებნება მე მგონი. თუ რაღაცა მაგდაგვარი აღარ მახსოვს. მოკლედ ტასიკო შემოგვიერთდება, ჯერჯერობით მარტო ჩვენ მივდივართ, სახლს დავხედავ, მივხედავ. დიდი ხანი არ ყოფილვარ. ხო და რამდენიმე წერტილი მინდა რომ მივიარ მოვიარო. ჩემი საყვარელი ჰუმანა, რა თქმა უნდა. ჩემი ცუგას ზოოვეტერინარს მინდა შეუარო. ჰოლანდიური მინდა მოვინახულო. აი ეს ერთი ფრეზა მინდა რომ ვიყიდო დამატებით, აი ეს თაბაკი ამ აპარატის. და რისთვისაც მივდივარ საერთოდ, რასაც მივაგეგმე ეს ყველაფერი, ეს არის ჩემი გეგმიური ანალიზები. ჩავეწერე უკვე წინასწარ ჩემ დაზღვევის ექიმებთან. მაქსიმალურად ერთმანეთის მიჯრით, რომ არ გადაწელილიყო ეს ყველაფერი დაუსრულებლად. ხო და ნახოთ აბა. ერთად ზიაროთ, შეძლებს დაგვარად, თუ რამე საინტერესო იქნება, გადავიდეთ. ახლა მივდივარ ჯერდედიკოსთან. მოვინახულებ წასვლამდე და მე შევალ შილაკზე. და უკვე სახლში რომ მივალ, უკვე მოვემზადებ თვალისთვის. 5 დღე არ არის ერთი ზურგჩანთის ამბავი, რომ იქ რაღაცები მჭირდება მოკლედ. სახლში კი მაქვს ყველაფერი, მაგრამ
მაინც ჩასაცმელი ისა. ჩავალაგებ და წავალ. სიმართლე გითხრათ მიხარია. მე თბილისი ძალიან მღლის საცხოვრებლად, თუმცა აი ახლა რომ გადავწყვიტე და დავგეგმე რომ 4-5 დღე იქ უნდა ვიყო და თავისუფლად სიჩქარის გარეშე გამოვივლი და შევირგებ, ძალიან მესიამოვნა. ჩემ უსაყვარლეს ნათლიას მოვინახულებ, მანანას აი იმას ახალ წელს რო ხდებოდა ჩემთან და ბოსნეულის ტორტი რო ქონდა. ხო და აუცილებლად მოვინახულებ და თუ უფლებას მომცემს, თქვენს გაგაცნობთ. აი ესეთი ამბები გვაქვს. რატო არ ვჩანდი? იმიტომ არ ვჩანდი, რომ ტასიკომ დაიწყო მუშაობა. იმის რეჟიმს ავეწყე, რაღაცა კომპიუტერთან ვერ მივდიოდი, მასალა მქონდა გადაღებული და ვერ მივდიოდი ადგილამდე, რომ რაღაც დამემონტაჟებინა და ამეტვით და აი ეს უცნაური რაღაცაა რა. რამდენი რამეა დასალაგებელი, რამდენი რამეა დასარეცხი და არ მთავრდება. სასწაული. საკმაოდ ცივა. წინა კვირა გქონდა ძალიან მზიანი. იცით როგორი მზიანი, რომ აი არც ქუდი გინდა და აი ქურთუკი გინდა რომ გაიხსნა, აი ესე და. ახლა რაღაც თოვლებს მიჩვენებს, წვიმებს მიჩვენებს და სიამოვნებს ახლა თბილად რომ აცვია. თუ ამაქვს შესაღები არავითარ შემთხვევაში არ წავისვა მე მუხარისხოს აღებავს. უბრალოდ თუ ხარისხო არ არის, ჩემთვის არ აღმოჩნდა. საჩემო არ არის ეს საღებავი. თბილისში ეხლა ამ წასვლაზე ნამდვილად ვიყიდი და შეიძლება იქვე შევიღებო ჩემ იმასთან ოსტატთან. თუ არა და აქ ნახოთ. Поживем увидим. ბინასთან დაკავშირებით რომ მკითხეთ, ზუსტად ჩემ სახლს უკან მე თქვენთვის ნაჩვენები მაქვს ის სახლი. ძალიან გასარემონტებელი რო იყო. შეიძინა ადამიანმა, არ ვიცი რამდენად შეიძინა, გალესა, გააკეთა მეტალოპლასმასის კარი და ფანჯარა. არა აქვს ღობე. ისეთი ღობე არა აქვს ლამაზი, ესე ვთქვათ. კანალიზაცია არ აქვს, გარეთ აქვს ტუალეტი, გაზი არ აქვს, აქვს დენი და მთავრობის წყალი, ჭარა აქვს. აი ამ ხელის შევლებაში, როგორც ჩანს, თანხა დაამატა და გაყიდა თურმე 25,000-ად. მიწა აქვს ერთი ციცქნა. ალბათ მთლიანობაში 3.5 მიასადი შეიძლება არც კი. ხო და ასევე ოროთახიან ბინას ვყიდიო, აი ხა ზუსტად მაგ ქუჩაზე ვარ, ეგ არ არის ცუდი ადგილი სტადიონთან არის და კარგი კორპუსებია, მაგას ქარხნის ბინებს ეძახიან. 13,000 ძალიან სარემონტო. ყველაფერი რო გასაკეთებელია, აი ესეთი. რო აღარ ექვემდებარება ხეხვარეცხოს, აი ესეთია ის ლინოლეუმი და ის ფანჯარა და ის კედელი და ის შპალერი და ის ყველაფერი აბსოლუტურად. აი ესეთია ბინების ფასი ჩემო კარგები. რაც შეეხება ექიმს თუ ექიმბარს ზუსტად არ ვიცი, მე არ ვიცი მისი განათლება და კვალიფიკაცია. ქვენეთ კოცაში რომ არის, მე ნამყოფი არა ვარ. ჩემი სამეზობლოდან იყვნენ ქალბატონები და არიან ძალიან მადლიერები. თუმცა ესეთ რაღაცებს მე ვექცევი ძალიან, ვუდგები ძალიან დიდი სიფრთხილით. იმიტომ რომ მამა ჩემის ძმის მეუღლეს, ბიცოლა ჩემს აც გარდაცვლილს, მთელი ცხოვრება სტანჯავდა თირკმელების პრობლემა. საბოლოოდ ორივე თირკმელი ფუნქციო შეექმნა, ესე ვთქვათ და დიალიზზე იყო გარდაცვალებამდე 10 წელი. და აი ამ მის პრობლემასთან დაკავშირებით ჩვენ ვიარეთ ძალიან ბევრ ექიმთან, ძალიან ბევრ ექიმბარშთან, წამალს ამზადებდა, ზოგი წურბელას, ზოგი ელექტრომაგნიტულ ველს, რა ვიცი, აი არ ვიცი, რაღაცე. და მე იქ რაც ვნახე, ალბათ 1.50 ექიმბაშიდან ალბათ 1 ან 2 მაქსიმუმ იქნებოდა პატიოსანი ექიმი, დანარჩენები რაღაც უფრო როგორ გითხრათ, აყოლილები იყვნენ, ხალხი უფრო აყოლილი იყო ვიღაცის ნათქვამს და აი
30 კაციან რიგში მუდმივი მისი ისინი რო იყვნენ პაციენტები ერთი ადამიანი ვერ უნახე ვინც მითხრა რომ აქვს უკეთესობა. რა ვიცი აბა თითქოს უკეთესად ვარ და აი ჩემ მეზობელს უშველა აი იმის ადამიანი რომელიც განიკურნა მე ეგეთი ვერ ნახე შეღავათი ქონდა მართლა ეს რაღაცა ესეთი პაციენტის ემოციაზე უფრო მუშაობდა ეს ხალხი რაღაცა შეღავათზე მუშაობდა არა მკურნალობაზე და ისიც გამიგია რომ იმერეთში იყო ადამიანი ეს ალბათ მე პატარა ვიქნებოდი მაშინ აბსოლუტურად ყველაფერზე ნიშნავდა დამამშვიდებელ გამოყუჩებელს ძალიან დიდი დოზით ეს კაცი ყოფილა პროფესიონალი ექიმი და პლუს სახლშიც მკურნალობდა რაღაც არატრადიციული მეთოდებით ესე ამბობდა ყოველ შემთხვევაში და ეს არატრადიციული მეთოდი იყო ძალიან დიდი დოზა დამამშვიდებელი და გამოყუჩებელი და რა თქმა უნდა ეს დამამშვიდებელი და გამოყუჩებელი მოქმედებდა და ხალხს ეგონა რომ იყვნენ განკურნებულები ხო და აქაც რაღაცა არ ვიცი უცნაური აპარატი აქვსო აპარატი იმისთანა აქვს და სამედიცინო ტექნიკა და აღჭურვილობა იმისთანები აქვს და ხა ჩვენ კლინიკებს რომ პოსტსაბჭოთა კავშირში შეიძლება ერთ-ორ ქვეყანას არ გქონდეს ჩვენ მართლა კარგი აპარატურა გვაქვს ყველგან საქმე ის არის იმას როგორ გამოიყენებ ამას ახლა რა ვიცი იცით ყველას ერთი და იგივე იმას დიაგნოზს უსვავს ფაქტიურად და რაღაცა ბალახებით მკურნალობს და ჩემ ძალიან ახლობელ გოგოს რომელიც ასევე მედიკია და ქარელის საავადმყოფოში მუშაობს იმან მითხრა რომ აი მამიდა ჩემი იყო ასაკოვანი მისულიო და ანუ ისეთი სასაცილო სიტუაციები იყო რომ უბრალოდ ენდობიანო და უბრალოდ პლაცებოს ეფექტიაო და მე მაგალითად არ გავრისკავდიო და აი დედაჩემაც რო თქვა რომ ხანდახან ფეხები რომ მტკივა იქნებ მეც მივიდეო მუხლები მე არ არა ნუთხარი არავითარ შემთხვევაში რომელ ექიმთანაც გინდა როგორი წამალიც გინდა თუ გინდა გერმანიაში გავაგზავნოთ ნუთხარი ანალიზები თუ გინდა თურქეთიდან ჩამოგიტან პრეპარატებს ოღონდ იქ არა და ფასები აქვს კოსმიური იცით როგორი რო აი ქართული სოფლის სადაც მე ვცხოვრობ საქართველოს ტიპიური სოფლის პირობაზე ძალიან მაღალი რიგები აქვს უსაშველოდ დიდი ფაქტიურად არ პასუხობს ტელეფონს კონსულტაცია რო დაგჭირდება არ პასუხობს ხალხი ჩემეზობა გაიარა ხო და ну აი რაღაცა მე არ მომწონს დამოკიდებულება არ მომწონს მეთოდი არ მომწონს ტარიფი მოკლედ მე ეჭვი მეპარება თუ კონკრეტულად ჩემი აზრი გაინტერესებს მე არ გისჩევ რა ვიცი აი მე გითხარით იცი რა არც მოხკლავს და არც გაგაცოცხლებს მაგრამ დროს მოიგებს სანამ ფულს დახარჯავ და თანხას კიდე იმდენს ხარჯავ რომ შენ თავს შენ თვითონ ამართლებ არ გინდა შენ თავს უთხრა რომ რატყვილად გადაყარა ეს შენი ნაშრომი კაპიკები ხო და თავს იმართლებ და პლაცებოს ეფექტიც არის მომიხდა და რა ვიცი აი ეს არის ნამდვილი პლაცებო გაუმარჯოს ბობიკო როგორ ახარ ბიჭო არ მომადო ეხა შენ ტალახიანი თათები არ მომადო მე შენ საჭმელი მოგიტანე მოვედით დედისთან შევედით ბობიკო მართლა ბობას მართლა მოუტანე საჭმელი კაი ღორის ხორცი მქონდა მოხარშული და ესენი რა ქვია ძვლიანი ნაწილები წამოვხე შეგეხმიანებით დღის განმავლობაში ხო უნდა გაჩვენოთ რაფერი სილაკი წავის უჯერ არ გადამიწყვეტია მოგესალმებით გოგოებო და ბიჭებო თბილისში ვარ აღმაშენებელზე და დამხვდა თბილისში ქარიშხალი ვინმე მარიფიქროს რომ დავბერდი თორე ქუთ ზემოდან იმას აი ამ კურტკის კაპიშონს დავამატებდი კიდე აქ ახალგაზრდები თავში შველები დადიან და მთლად ისე მასავით არ მინდა ახლა
ანტარქტიდაზე რო ექსპედიციებში დადიოდნენ ისევია რა. მე ვგულებ პატარა საქმეები მაქვს დღეს ადრე ავდექი და როგორც ეუბნო იმგზავრო მაინც დამღლელია გზა და მეთანხმეთ მოვედი მოვშინაურდი აქეთური იქეთური და აი ხა სადაცაა შეფინდდება და ვიფიქრებ ფეხს გადავადგავ თორე სახლში დამეძინებოდა და მე ღამე აღარ დამეძინებოდა და მე კიდე მოგეხსენებათ საქმე ბევრი მაქვს პირველ რიგში მინდა რომ აქ არის ერთი ძალიან კარგი მაღაზია თქვენ გეცოდინებათ ეგ მაღაზია ქალთა ბედნიერება რომელშიც იყიდება თავისმოვლის საშუალებები და მინდა უამიაკო შამპონი და მინდა იქნებ ჩემი თმის საღებავი ქონდეთ მოკლედ ფეხი გადავადგათქო რა გავიაროთ თქო და სასეირნო ამინდი ნამდვილად არ არის მაგრამ მაინც ვზე ამოვნებს მომნატრებია ჩემი ქალაქი შეგეხმიანებით აქ ეხლა არ შევედი მერე შევალ არის ბელორუსიული კოსმეტიკის მაღაზია ლესიკო ონლაინ მაქვს ნანახი და შიგნით არ ყოფილვარ უნდა შევიდეთ ვნახო ასევე თუ ძალიან გვიანი არ იქნება რაღა თქმა უნდა აქვე შევივლი ყოვანილში აჰა აბა შეგეხმიანებით თუ იფიქრეთ რომ რაზდაც ეს კალია მაღაზიაში რასთან წაწერეთ ექსპერიმენტება როგორც გინდათ უბრალოდ მე ამ ყველაფერს მოკლებული ვარ იმიტომ რომ აქ არ ვცხოვრობ და რამდენი რაღაცა დამჭირდება სახლში იმდენი ვფიქრობ რომ აი ეს რო ჩავალ უნდა წამოვიდო და ვიქნიო სახლიდან და წამოვიდო კიდევ ყოველდღე ერთად ისეთი ხარია ასე რომ თან უჯახები ხარო აღაშე ბარათიო და იგაი სიმართლე რო გითხრათ ვერცდებით თეატრების გაფიცვას არ წავალ არსად რომელიც მუშაობს იქაც არ წავალ და რომელიც არ მუშაობს იქ ხო ვერ წავალ და ვერ წავალ და აი ესეთი რაღაცა კულტურული მეროპრიაციების თავი არ მაქვს ახლა მით უმეტეს რომ ესე ექიმებთან გადარბენა მაქვს ეს 3-4 დღე რომ მოვასწრო და მე ჩამოსვლა აღარ დამჭირდეს მოვგროვდე ჩემ თბილ აგარაში როგორც უნდა მიყვარდა საქაურობა მე სახლი იქ მაქვს და იქ მომწო შევიდეთ ახლა ჰოლანდიურში როგორ მომწონს ეს განათლების სამეცნიერო ბავშვობაში მინდა და ჩემი სახლი ყოფილიყო ეხლა კი არის შესაძლებელი რაღაცა თუ ბევრი ყველაფერი შესაძლებელი ხა მაგრამ ამხელა არ მჭირდება თმინდა ხა მე რო ჩემი ამბავი ვიცი ამის დალაგებას მე თვითონ დავიწყებ და გავწყდები წელში რა ძალა მაგას მოდი აბა ავეჯი ვნახოთ ვნახოთ ავეჯი ჰოლანდიურის წითელი კვასკვასა ტყაუნჩა დედახალხო რა კომფორტულია მარა თავისი ზომის პირობაზე ორი ადგილია მე მაქვს ერთი კორპუსში და ერთი დედაჩემთან აი ნახეთ აი ესეთი დაამრეცი გვერდები რომ აქვს ну а 2 მაქსიმუმ 3 ადამიანი ესენიც ძალიან კარგია ეს იკეა სავარაუდოდ მე ასეთ რაღაცებს აქედან ვერ წავათრევ მაგის თავი არა მაქვს დამიждდება 5 მაგი აბა სკამებს გადავხედეთ აი სიმპათიურია სამზარეულოსთვის სამეფოს სავარძლები ეს რაღაცა გაშტრიკინებული არ მომწონს გონია რომ არ არის კომფორტული ხო და საჩევიდეთ ჯერ ქვემოთ თუ ზემოთ ჯერ ესენი ვნახოთ რა ლამაზია ულამაზესი უი ნახეთ ეგ ვინა ვარო ბაიესი მოწინულია პირველ სართულზე შევიდეთ ჯერ და მომცემენ უფლებას რაღაცად გადავიხოთ ვაი როგორ სურავს ეს უამრავი ჭურჭელი
ვერტიხის გოგრები გვაქვს დეკორისთვის, გონი დიდებისა, ეს სოკოებია. თერმოსები. ქოთნები, ძალიან ლამაზი ქოთნები გვაქვს. ტექნიკა გვაქვს აქ. ის საბრტყელებლები. სტასიკოს ოცნება. აი აქ ნაღდა დავარჩევ რაღაცას. და რომ არ დაგვავიწყდეს, რომ ჰოლანდიურში ვართ. შევიძინე ორი უზარმაზარი პარკი ხარახურა. დავეთ ახლა სახლში და ვნახოთ. მეც არ მახსოვს რა არის.